გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ადგილობრივი არჩევნები გიახლოვდება და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კვლავ დუღს და ჩქეებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ დუღილი და ჩქეფა არ შეწყვეტილა უკვე დიდი ხანია. უცხოური დაფინანსების, გამჭვირვალობის, კანონის განხილვის დღიდან ქართული პოლიტიკური ცხოვრება აღელდა და აჩქეფდა და იმის მერე მგონი აღარც გაჩერებულა. ფაქტობრივად ამას უთქვი საშუალება არ მოგვეცა. სულ დაძაბულ რეჟიმში ვარ და ლუკმაც ძლივს გადაგვდის ყელში. რამდენი დრო გავიდა? წელიწად ნახევარზე მეტია, ხომ კი? ანუ წელიწად ნახევარზე მეტია ჩვენს ქვეყანაში არ არის მოსვენება. ვართ ღელვარების მეტნაკლები მოქცევის რეჟიმში და ამას ჯერ ბოლო არ უჩანს. და ამ აურზაურს ხელს უწყობენ ჩვენი უცხოელი ზედამხედველები, რომლებიც პერიოდულად ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ცდილობენ თავიანთი დაწყებული ბინძური საქმე ბოლომდე მიიყვანონ ნებისმიერი გზით. ხომ გახსოვთ 24 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში რამდენიმე ევროკავშირელი მაღალჩინოსანი რომ ჩამობრძანდა. რათა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მიეღო მონაწილეობა და მიიღეს კიდეც. მიხეილ როტსა და მის მეგობრებს საქორწინო გენერლებივით აქეთ-იქით დაატარებდნენ და თავყრილობებზე თავიანთ სასარგებლოდ აწკავწკავებდნენ. ისე კი რამხელა უტაქტობაა, როდესაც წონიანი პოლიტიკოსი ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, იქ მარგინალური ოპოზიციის მიტინგებზე დგახარ და არსებულ ხელისუფლებას ლანძღავ აგინებ. არსებული ხელისუფლების ადგილას რომ ყოფილიყავი, ასეთ პოლიტიკოს სულ პანღურებითა და სტვენით გავაგდებდი ქვეყნიდან. არ უშველა ნაცებს არც მიხეილ როტმა და არც სხვებმა დანარჩენების ვინაობა, სქესი და მოქალაქეობა არც მახსოვს. იმ კარიკატურული მოვლენებიდან უკვე 1 წელია გასული და თითქოს და გუშინ იყო ეს ყველაფერი. რა სწრაფად გარბის ცხოვრება და რაზე ვხარჯავთ ჩვენს დროს, მეგობრებო. ხო და ახლა წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ისევ თავის ცხელ ფაზაშია შესული და პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს წარადგენენ. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმთავითვე ცნობილი იყო კახა კალაძე. აი ოპოზიციური პარტიების არჩევანი კი საკმაოდ მერყეობდა ხან აქეთ, ხან იქით. ლელოელებმა სულ თავიდან ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა დაასახელეს. მაგრამ ეტყობა ხაზარაძე ჯაფარიძის აწუკვე განთავისუფლებული კამერული დუეტი მიხვდა რომ იჩქარეს. რომ ელისაშვილი ძალიან არამომგებიანი კანდიდატურა. რატომ არის ელისაშვილი არამომგებიანი კანდიდატურა? ამაზე ლაპარაკი მგონი არც ღირს. ყველაფერი, რასაც ელისაშვილი ბოლო რამდენიმე წელია აკეთებს, მე რომ მკითხო, უფრო მაზოხიზმს გავს, ვიდრე გააზრებულ ჯანსაღ ქცევას და კამერულმა დუეტმა მოხსნა ელისაშვილის კანდიდატურა. მაგრამ ალიკას გული რომ არ დასწყვეტო და შაქრის ნატეხი გადაუგდეს. ვიცე მერობას დაპირდნენ. ვიცე მერობაც არაა ცუდი, ხომ ასეა. მე გავარდა ჭორი, რომ ჩვენი ტკბილხმიანი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იქნებოდა წარდგენილი მერობის კანდიდატად. ხომ წარმოგიდგენიათ ლელოს როგორ უჭირს, რომ მერაბის მერობაც განიხილეს, მაგრამ ამ იდეამაც სწრაფად დალია ჩაილურის წყალი. შემდეგ მოსინჯეს დიდი ტოპტვინი გრიგოლ გეგელია. რამდენიმე ვიდეო რგოლი ვნახე გრიგოლის მონაწილეობით და ძალიან ვიხალისე. გეგელია ხან ტყე პარკში დასეირნობდა და ჩიტებს ეჭიკჭიკებოდა, ხან კოლექტორის ჭასთან იდგა და ნათელ მომავალზე ლაპარაკობდა და ხან კი რომელიღაც საცხობში ბლითების გამოცხობას ყურადღებით აკვირდებოდა. თანაც ყველა თავის გამოსვლას ის მისადმი დამახასიათებელი მიმიკით ასახიერებდა, რაც პირადად მე ძალიან მახალისებდა. გეგელიას მოხსნეს სტარტიდან და როგორც იქნა ნახეს მათი გაგებით ღირსეული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. ხომ ამბობ კადრები უჭირთ მეთქი. ახლა დადის ეს კუპრაძე ქუჩა, სადაც 2-ზე მეტ ადამიანს დაინახავს, მიეჭრება და იწყებს რუსულ რეჟიმზე ლაპარაკს. ასევე გპირდება 1000 ლარიან პენსიას. აი რა გინდა თქვა.
ჯერთი თბილისის მერს რა კავშირი აქვს პენსიებთან და მერე როდესაც წინასაარჩევნოდ ვერაფერი მოიფიქრე გარდა ისევ რუსული რეჟიმის შეცვლის ნარატივისა, მაშინ რა განსხვავებაა შენსა და თქვა ბოკუჩავას შორის? ნაცები სხვას კი არაფერს ამბობენ, რომ ისინი დაამარცხებენ რუსულ რეჟიმს და მერე კაი დედმამიშვილო, რამე ახალი მოიფიქრე, რამე შემომთავაზე ისეთი, რაც არ თქმულა, რამე ისეთი იდეა მომაწოდე, რომ ყურები დავცქვიტო და დავფიქრდე მაინც. კი, ხმას მაინც არ მოგცემ, რადგან არ მომწონხარ არც ერთი მხრიდან, მაგრამ ისევ რუსული რეჟიმი? ხომ წარმოგიდგენიათ, რა მწირი ჰორიზონტის პატრონია ეს კუპრაძე, რომ არაფერი ახლის მოფიქრების შნო არ გააჩნია. არა, ამას ისევ გეგელია მირჩევნია, ის მაცინებს მაინც. მოკლედ, ძიმე სურათია, მეგობრებო. ძიმე და უინტერესო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.